უკვე ეთერში სტუმრებთან ერთად დავბრუნდი. ჩვენი სტუმრები არიან ლია ტაბატაძე, დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი, ესმა გუმბერიძე, პლატფორმა ახალი შესაძლებლობისთვის, ნინო ქათამაძე, შშმ აქტივისტი, შშმ ქალთა ქსელის წევრი და მარი კორკოტაძე, აუტისტური სპექტრის მქონე მოზარდის მშობელი. თქვენ დღეს იდექით იმ აქციაზე, რომელიც მიმდინარეობს რამდენიმე დღეა პირველ არხთან და გამომდინარე იქიდან, რომ არის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე, აქციის მონაწილეებმა თავად მოითხოვეს, რომ დღევანდელი ეთერი დათმობოდათ სწორედ ამ ადამიანებს და ესაუბრათ საკუთარ პრობლემებსა და გამოწვევებზე. ნინო მარი კორკოტაძესთან საუბრით დავიწყებ. პირველ რიგში თქვენ მითხარით, რომ გაქვთ სათქმელი მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გისმენთ. დიახ. სანამ ჩემთვის სათქმელზე გადავალ, ანუ ორი რაღაც მინდა ვთქვა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ეთერი არის ძალიან შეზღუდული. 1 საათი გვექნება. კი, ანუ ეს ბრძოლით მოვიპოვეთ, მოდი ესე ვთქვათ, შევთანხმდეთ, რეალობა ეს არის და დღეს ძალიან ბევრი ადამიანს უნდა კიდევ აქ მოსვლა და ამ პრობლემებზე საუბარი, სამწუხაროდ მათ აღარ მოეცათ ეს შესაძლებლობა. მე ვთვლი, რომ მთელი დღე უნდა მიდიოდეს აქ ეთერი, მოდიოდნენ მოქალაქეები და საუბრობდნენ იმ პრობლემებზე, რაც დღეს მწვავედ დგას. ანუ პირველი მინდა ეს რაც გადმომცეს, იმიტომ რომ ვერ შეძლეს ამ ადამიანებს მოსვლა. 22 წლის ალექსი ესე იგი თირქიას საკმაოდ ესე ვთქვათ მძიმე დაზიანებები აქვს და გაშუქება მოხდა არასწორად. თითქოს მას ნაკლებად დაზიანებები აქვს მიყენებული და აი საზმაოზე 15 საათზე და 03 წუთზე გასულია კადრები და ამბობს ეს ადამიანი, რომ ეს კადრები არის შეუსაბამო და მათ აქვთ ის რეალური კადრები და გაუშვანო ეს კადრები და მეორე ლაზარე მაღლაფეიძე, რომელიც ახლა მოვიდა, დაბლად არის და უნდა მას შემოსვლა ეთერში, ის არის ნაცემი, გუშინ გამთენისას ცემეს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ნაცემია და მისთვის ძალიან რთული იყო აქ მოსვლა, ის მაინც მოვიდა, უნდა რომ ილაპარაკოს იმაზე, თუ როგორ იძალადეს მასზე, თუ კი თქვენ მეტყვით, რომ აქ არ არის შესაძლებლობა, რომ მე-5 სკამი დავამატოთ ან დროის ნაკლებობა, მე ჩემს სათქმელს ვიტყვი, სანამ ლაზარეს ამოიყვანთ და მე შემიძლია, კი, ის მოსულია უკვე და მე შემიძლია. თუ დაუკავშირდეთ, თქვენ შეგიძლიათ მოყვეთ თუ ფლობთ ინფორმაციას. მე დეტალებს ვერ მოვყვები. ის იცის ლაზარემ და ლაზარემ უნდა მოყვეს თვითონ და ნახოს ყველა ხო. სტუმარზე იყო შეთანხმება. მე შემიძლია დავუთმო ჩემი საეთრო დრო, ჩემთვის ხო არის გამოყოფილი დრო, როდესაც ამოვა ლაზარე, მე ავდგები და დავუთმო ჩემს სკამს. ამიტომ თუ შეიძლება რომ უთხრათ და დაცვას და უზრუნველყოთ მისი აქ ამოყვანა. ეხლა რაც შეეხება უშუალოდ ხო, სანამ ლაზარე ამოვა, აი ნახეთ, თქვენ არხს ეს არ გაუშუქებია, ეს არის ნაცემი შშმ პირი, რომელიც გუშინ უბრალოდ დღესდილას გამთენისას ცემეს, ის არის ყრუ ადამიანი, უბრალოდ იდგა აქციაზე, უკაცრავად, ის იდგა უბრალოდ აქციაზე და აპირებდა სახლში წასვლას. და მიუხედავად ამისა, ალბათ დააფიქსირა, ხო? მიუხედავად ამისა, ესე იგი, ეს ადამიანი ძალიან სცემეს, აი ნახეთ როგორი ნაცემია. სამ ადამიანი, აბსოლუტურად არაფერი არ დაუშავებია და ძალიან სცემეს. სად იმყოფება ახლა ის? ინგორიყვას კლინიკაში იმყოფება, არის ძალიან დაშავებული და თუ კი ვინმე იტყვის, რომ ანუ გაფრთხილება გააკეთა, თქვა, ყრუპირია და რაბური გაფრთხილებაც არ უნდა გაეცათ, რომ და თქვა აქცია დაეტოვებინა და ასე შემდეგ, ეს ადამიანი ამას ვერ გაიგებდა. ანუ მე ვარ ერთ-ერთი ტრენერი, ვინც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ესე ვთქვათ, თანამშრომლებს და პატრულს ჩაუტარეთ, ესე რომ ვთქვათ, ტრენინგები, თუ როგორი კომუნიკაცია უნდა იყოს დამყარებული შშმ პირებთან და მათ შორის დიდი ყურადღება იყო გამახვილებული სმენის არ მქონე ადამიანებთან. ეს ანუ სხვათა შორის უნდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის მიერ იყო დაფინანსებული ეს ტრენინგები და ყველაფერი არის წყალში ჩაყრილი, იმიტომ რომ დღესაც სცემენ შშმ პირებს, ყრუ ადამიანებს და არა მხოლოდ მათ, ხედავთ ჩვენ როგორი სისასტიკით ექცევიან ახალგაზრდა ადამიანებს. ასევე მინდა აღვნიშნო ერთი რამ და ძალიან გთხოვთ, ნუ ესე ვთქვათ, საწინააღმდეგოს დამტკიცებას ნუ დამიწყებთ. მე ვარ ის აქტივისტი, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელებში, ესე ვთქვათ, ვწერ ხოლმე პრობლემების შესახებ. თქვენი არხი, როდესაც იყო თავისუფალი, დაწერილი არ მქონდა, ანუ სადღაც ესე იყო 2014-2015 წლებში.
როდესაც მე დავწერი პრობლემის შესახებ, თქვენი ნიუსების, ესე ვთქვათ, პროდიუსერი მიკავშირდებოდა ეგრევე და მთელი სიმწვავით აშუქებდა იმ კონკრეტულ პრობლემას. ძალიან დიდი ხანია მე პოსტებს წერ, მაინც, მაგრამ არავინ აღარ მიკავშირდება და ისე გაშუქება არ ხდება. კონკრეტულად შეგიძლიათ პრობლემები და თემები ჩამოვთვალოთ. კონკრეტულად ვერ ჩამოვთვლი, თქვენ ეს ძალიან კარგად იცით, ანუ ნახეთ, წელიწადში ერთხელ რომ გააშუქებთ პრობლემას, აი ძირითადად ეს პრობლემა ისეა გაშუქებული, როგორც ტელეიმერი აშუქებთ ერთი წუთით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ აშუქებთ. იცით რატომ? ნახეთ, შეშინო ადამიანების პრობლემა არ არის ანუ არ ხდება წელიწადში ერთხელ. არა, რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს უწვავეთ უდგათ პრობლემა ყოველდღიურად და აი ეს ყოველდღიურად უნდა ხდებოდეს ამ პრობლემას არა მხოლოდ შეშინო ადამიანების, ყველა მოწყვლადი საზოგადოებრივი მაუწყებლის პრიორიტეტი არის. მოდის მაშინ სახელს და გვარს ვიტყვი. მაია ბუთბაია, რომელიც ძალიან კარგად თანამშრომლობდა ჩემთან, რომელიც მართლა დადებული არ მქონდა პოსტი, ეგრევე მირეკავდა, მიგზავნიდა ჟურნალისტებს, აშუქებდა პრობლემას. კითხეთ მაიკოს, რამდენჯერ არ დაურეკავს მას ჩემთვის წლების განმავლობაში. არა, თუ რამე პრობლემა არის, თქვენ უკავშირდებით მას და რეაგირება არ არის? უკავშირდები, იცით როგორ არის? თუ კი მანამდე მაიკო მიეკავშირდებოდა მე და თვითონ მოდიოდა აშუქებდა, მე არ უნდა ვეხვეწებოდი ჟურნალისტს. ყოფილა რაიმე პრობლემა. ყოფილა მომითაკავს არ მოსულა არ. აი მითხარი, მაშინ პრობლემა არა, უნდა გითხრათ პრობლემები. ვეღარ შემოვა, დროს ვეღარ დავხატო მე ამასთან დაკავშირებით. დრო საკმარისად, მაგრამ რომელ პრობლემებზე არ მოვახდინეთ რეაგირება ჩავინიშნავ პრობლემაზე. აი კონკრეტულად ვერ გეტყვით, მაშინ უნდა გადავხედოთ ჩემ, იმიტომ რომ იცით რამდენი პრობლემებია, რამდენი ვიღაცა წერს. ათასობით. კი, მე ხავერ რამდენიმე მათგანი მაინც რომ გითხრათ რომ მოვინიშნოთ რატომ არ მოვახდინეთ. აი ერთ ძალიან მარტივი პრობლემები საერთოდ დრო არ გვეყოლს. ბევრია, მაგრამ რაზეც ასევე ნაცემია, ასევე ნაცემია ჩვენი ერთ-ერთი შეშინო პირთა აქტივისტი გია ჯვარშეიშვილი, ნახეთ, აქციაზე იდგა და მაშინ როდესაც პრემიერი გამოდის და ჩვენ რაღაც დაჯგუფებას გვიწოდებს. თითქოს ვიღაცა მართავს ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები. უკაცრავად. ანუ ეს ადამიანი შეიძლება ვინმე მართოს, ან ის ყრუ ბიჭი, რომლის ფოტოს წეგან გაჩვენეთ და მე აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი, რომელიც სულ აი ვიხვწვით მე და ლია და სხვა შეშინო პირები, რომ რაღაცა მოვიპოვოთ ჩვენი შვილებისთვის და სხვა შეშინო ბავშვებისთვის. ანუ ყოფნის პრემიერ-მინისტრის აი თავხედობა და ამხელა შეურაცხყოფას გვაყენებს ჩვენ მშობლებს, რომლებიც ვიყოთ ძალადობრივი დაჯგუფება. და თითქოს ჩვენ ჩვენაირი ადამიანებით განანი გარეთ და არანაირ და ახალგაზრდები, პატარა ბობობიჭები და ძალადობრივი დაჯგუფება. ყველაფერთან ერთად ეს ადამიანი გვაყენებს ძალიან დიდ შეურაცხყოფას. ანუ ამის თქმა მინდოდა ამ ეტაპისთვის, აი ლაზარეს ველოდები რომ ამოვა მე მას დავუთმობ ეთერს და დანარჩენს კიდევ დავამატებ თუ საჭირო იქნება. ესმა გუმბერიძეს პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის წარმომადგენელს ვთხოვ რომ განაგრძოს საუბარი თქვენ კონკრეტულად რა პრობლემებზე გსურთ ყურადღების გამახვილება. მეც რა თქმა უნდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს გამოვეხმაურები არჩევნების თემას, რომელიც როგორც მოპარეს მთელ ხალხს, ასევე მოპარეს შეშინო პირებს. იყო შემთხვევები, ანუ მუქარის ზეწოლის, მუქარის რომ სხვადასხვა ანუ სოციალური სერვისს წაართმევდნენ, სოციალურ დახმარებას მოუხსნიდნენ. ძალიან კარგად იცით, რომ გავიდა სიუჟეტები, პირადობის მოწმობები როგორ ჩამოართვეს და ძალიან სამწუხარო არის, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მაგალითად არ ეწევა ამ ტიპის საგამოძიებო ჟურნალისტიკას და ის უნდა იყოს პირველი არხი, რომელიც მსგავს საკითხებს აშუქებს, რომ მაგალითად შეშინო პირი იქნება თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი თუ სხვა მოწყვლადი ჯგუფი რომელიმე წარმომადგენელი, რომელიც რაიმე ტიპის ზეწოლას განიცდის დაუშვათ და იძულებას რომ ხმა მისცეს. ნუ ფარული რომ არ იყო არჩევნები და ახლა უსინათლოებზე მაგალითისთვის ეს აისახა ორმაგად, იმიტომ რომ ჩვენ ელემენტარული ანუ ისიც კი ვერ დავიცავით და ვერ მივხვდით რომ თურმე მაგალითად ეს მარკერი შეიძლება და გაჟონილიყო და შეიძლება და თეორიულად მაინც ეს ჩვენი ბიულეტენი ვიღაცას დაენახა. ანუ მე ვიცი ადამიანი არის იყო დღესაც იძლეოდა ინტერვიუებს და ამბობდა ერთ-ერთი უსინათლო რომ მაგალითად მისი ბიულეტენი ჩანდა ძალიან კარგად, მას უთხრეს ეს. ჩემ შემთხვევაში მე ეს არ ვიცი, იმიტომ რომ როცა მე ვათავსებდი ამ ბიულეტენს აპარატში, მოვიდა უბნის ვიღაცა თანამშრომელი, რომ უნდა დამხმარებოდა იმის განთავსებაში და იმან დაინახა და რა დაინახა, რა ვერ დაინახა, არ ვიცი. ან უბანზე რო კამერები იყო განთავსებული, იმ კამერაში რა ჩანდა, რა კუთხით იღებდა, წარმოდგენა არ მაქვს მე პირადად.
და ამ ხრივ რა თქმა უნდა ბევრად უფრო მოწყვლადები ვართ და ეს საკითხებიც არსად დიდად არ არის გაშუქებული ის რომ საჯარო მოხელეებს რომლებმაც გააპროტესტეს ევროინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარის თქმა ის რომ ამ საჯარო მოხელეებს ეხლა ემუქრებიან სამსახურიდან გათავისუფლებით და რეორგანიზაციით ამ საჯარო მოხელეებს შორის არიან შშმ პირებიც რომლებისთვისაც ახლა ქართულ რეალობაში მოდი ვთქვათ რომ სამსახურის შოვნა არის გამონაკლისი და არა წესი და აი ამ ადამიანებს წარმოიდგინეთ ერთის მხრივ ემუქრებიან რომ მოუხსნიან სოციალურს რაღაცა სერვისს არ მიაწვდიან რაც ჭირდება ერთი ვიცი შემთხვევა ერთ რეგიონში აგენტურის კანონის გარშემო როცა იყო აქციები დედამის მისისგან მოითხოვდნენ რომ კონტრაქციაზე ანუ ფაქტობრივად ვთქვათ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე ჩამოსულიყო იმიტომ რომ კოვიდის დროს თურმე მის შვილს თავისი სამედიცინო მდგომარეობიდან გამომდინარე რაღაცა გასეირნება რო ჭირდებოდა კომენდანტის საათის მერე აძლევდნენ ამის უფლებას და საშვი ჰქონდა და თურმე მადლობელი უნდა იყოს ასეთ შემთხვევები არის უამრავი და ასეთ შემთხვევები არ შუქდება წარმოიდგინეთ ანუ ერთის მხრივ ესე იგი მადლობა უნდა გადაიხადო რომ დაგასაქმეს მეორეს მხრივ მაგ სამსახურის დაკარგვით გემუქრებიან თუ შენ აზრს დააფიქსირებ და მესამეს მხრივ ანუ სოციალურ შემწეობაზეც გირტყამენ თუ რაღაცას ისე დაუშვათ არიტყვი ხო იმ ყრუ აქტივისტის ცემის თემას მინდა გამოვეხმაურო დღეს 2022 წელსაც სცემა პოლიციამ ყრუ ბავშვს მეტროში ძალიან გახმაურებული შემთხვევა იყო სხვა შორის და ამის შემდეგ დაიწყო სწორედ ევროკავშირის დაფინანსებით ტრენინგების ჩატარება პოლიციისთვის და შემდეგ მივიღეთ ეს შეკრული წრე რომ ამ ყველა ამ ტრენინგის მიუხედავად ადამიანი დგას აქციაზე თავის კონსტიტუციურ უფლებას გამოხატავს თავის აზრს და ამის გამო იცემა დაზარალდა დაზიანდა და დღემდე არ ვიცით რა თქმა უნდა რა ვინ ამის გამო ვინ რა პასუხს აგებს და ვის წინაშე ეს ყველაფერი დამატებული იმას რომ ხა საზოგადოებრივ მოწყობილზეც რომ გადავიდეთ შშმ პირთა განდევნა ამ სივრციდან რა თქმა უნდა ეტაპობრივად მოხდა აქ იყვნენ წამყვანებიც შეზღუდული შესაძლებლობებით რომლებიც აღარ არიან აქ და თუნდაც სხვა ადამიანებით არ იყვნენ ჩანაცვლებულნი ის რომ მაგალითად შეგიძლიათ გითხრათ ქალბატონო ეს მაგალითად რეალურ სივრცეში იყო თანაწამყვანი ასევე საკითხავია რომ ეს ეთერები რომლებიც არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ყურებადი ეს ადამიანი აღარ მუშაობს გიორგი არა დიდი ხანია დროებით არის შეჩერებული დროებით არის 2015 წლიდან წლებია უკვე აღარ რეალურ სივრცეზე ამბობთ ხო რეალური სივრცე იყო კიდევ ყოველდღიური რეალური სივრცე რომლის ერთ-ერთი წამყვანიც იყო გიორგი ახმეტელი შედლით მოსარგებლე ხო მაგრამ ის ხო რჩება საზოგადოებრივ კი რჩება ნახეთ მუშაობს არ მუშაობს და ის გადიოდა თითქმის ყოველდღე რეალური სივრცე, რომელიც იყო ყოველდღიური გადაცემა და რომელიც აშუქებდა პრობლემას ძალიან კარგად. არა მხოლოდ შშმ პირებს, ანუ ყველა მოწყვლად ანუ სოციალურ საკითხებს სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. მე ეს ყოველდღიური რეალური სივრცე დახურეს და აღარ გადის და მხოლოდ დატოვეს ნინო ზაუტაშვილის 2 საათიანი გადაცემა კვირაში ერთხელ, რომელიც ვერანაირად ვერ დაიტოვს იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც მოწყვლად ჯგუფებს აქვს დღეს საქართველოში. ამაზეა საუბარი. და ამას დავამატებ, რატომ მაგალითად ეს ეთერები, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეთერები არის ამ სიტუაციაში, რატომ არ ითარგმნება მაგალითად ეს ეთერები ჟესტურ ენაზე? ჟესტურ ენაზე ახლა ზუსტად მოგახსენებთ, რომ ვერ მივიღებთ ამ პრეტენზიას ნამდვილად, იმიტომ რომ ქალბატონო ესმა აბსოლუტურად ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი არის ეს კონკრეტული ეთერი, ეს კონკრეტული არის საგანგებო რეჟიმში მუშაობს, მიმდინარეობს საპროტესტო აქციების პირდაპირ ეთერში გადაცემა, მაგრამ ნახეთ ახლა გეტყვით. მოამბის ყველა გამოშვება. არა. გადის სურდო თარგმანით. არა, ნელ-ნელა ნახეთ, ნელ-ნელა ჩვენ თავიდან დავიწყეთ. ეს ეთერი ახლავს საუბრობთ შშმ პირთა უფლებებზე, შშმ პირთა უფლებების დღე. ეს ეთერი ითარგმნება თუ არა? არ ითარგმნება. ახლა ამ დროისთვის არ ხდება სურდო თარგმანი. ზუსტად ამაზე ვსაუბრობ. ამაზე ვსაუბრობ თუ შეიძლება სხვა თემებზე მოდი ნუ გადავალ. ის რომ საზოგადოებრივ ეს არ შეესაბამება იმდან რამდენადაც ყოველწლიურად სულ უფრო მზარდია სურდო თარგმანის ქრონომეტრი
ქრონომეტრაჟი იზრდება. იცით რა მომის ყველა გამოშვება მდგომარეობა ქვეყანაში სწორედ ახლა უნდა იყოს სურდოთარჯიმანი, იმიტომ რომ ნახეთ, ყრუ ადამიანის ცემეს და ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ყრუ აქტივისტები, რომლებიც აქციაზე დადიან, მოქალაქეები რიგითი, რომელმაც უნდა იცოდეს მიმდინარე მოვლენები, რომ საფრთხეს არ იდოს თავი მინიმუმ. ჩვენ ამას ვლაპარაკობთ, თათია და კიდე სხვა ყრუ ადამიანები ვერ იგებენ ჩვენ რას ვლაპარაკობთ. ამაშია პრობლემა. ყოველდღიურად რაღაც მოამბესში არ ვიცი, თან კიდე როგორ აშუქებთ იმ მოამბეს, კიდე სხვა საკითხი, მაგრამ როდესაც ახლა ესეთი მწვავე არ მინდა მაგაზე საუბარი, არ დავხარჯავ დროს მაგაზე, როდესაც ესეთი მწვავე ვითარება ქვეყანაში და ესეთი მწვავე საკითხებზე მიდის საუბარი, ეს ყრუ ადამიანმა უნდა იცოდეს. მაგრამ აი ფაქტი ჯიუტია, რომ სურდოთარჯიმანი არ თარგმნის აი ამ გადაცემას და კიდევ წინა გუშინდას და გუშინ წინა გადაცემას არ ყოფილა. დაასრულეთ ქალბატონესმა. კი ბატონო. გადავიდეთ ახლა შემდგომ სტუმართან ლია ტაბატაძე დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი. თქვენ თქვით, რომ განსაკუთრებულ პრობლემებს აწყდებით მიმდინარე მოვლენების დროსაც, უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რას გულისხმობთ? რას გულისხმობთ და ის რა მდგომარეობაშიც ახლა მთლიანად ქვეყანა არის და ყველანი ვხედავთ, როგორ ირღვევა ჩვენი კონსტიტუცია და უხეშად რო ვთქვა, უკაცრავად თავზე დაგვახიეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები ვიღას აინტერესებს ამ ქვეყანაში, როცა კონსტიტუციასაც კი ვერ ვიცავთ. ვერც ჩვენი, რა ვიცი, ხელისუფლება თუ ძალაუფლების მოყვარე ადამიანები, რა დავარქვა, არ ვიცი, არ ღვევენ ჩვენს ყველაზე ძვირფას სამართლებრივ დოკუმენტს, კონსტიტუციას, განსაკუთრებით კი 78 მუხლს, რომელზეც სრულიად საქართველოს ძალიან დიდი ხნის წინ შევთანხმდით, რომ ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესი უნდა ყოფილიყო უწყვეტი და ჩვენი მომავალი უნდა ყოფილიყო ევროპაში. ჩვენც რასაც ვაკეთებთ, მე თვითონ მშობელი ვარ დაუნის სინდრომის მქონე ბავშვის, ორგანიზაცია სანამ დავაფუძნებდი, პირველ რიგში მშობელი ვიყავი და ახლაც ვარ, იძულებული გავხდი, რომ დამეფუძნებინე პროფესიით ხელოვნებაცოდნე ვარ და ვგიჟდები ჩემ პროფესიაზე. დიდი სიამოვნებით ვილაპარაკებდი ახლა საყდრის რა უქნა ჩვენმა ოლიგარქმა, მაგრამ სამწუხაროდ ამაზე ვერ ვილაპარაკებ, უნდა ვილაპარაკო იმაზე, რას უშვება ჩემ შვილს და რა მოუვა ხვალ. ხო? ანუ საერთოდ დავკარგეთ, ანუ იმის მაგალითად რაღაც კულტურულ ღირებულებებზე ვლაპარაკობდეთ, ამისთანა კულტურით სავსე ქვეყანა რო გვაქვს და ასეთი ეროვნული მემკვიდრეობა, გადარჩენაზე ვლაპარაკობთ დღეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომ ხვალ ჩვენი ყოფნა არ ყოფნის საკითხი დგას. ქვეყანა არის ისეთ კრიზისში შესული, რომ ხვალ როგორი დღე გაუთენდებათ ამ ადამიანებს არ ვიცით, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი ჯგუფი არის ამ ქვეყანაში და ყველაზე უხილავები. ჩემ შვილს მე ვყავარ კიდე და სხვა ადამიანებს, ხო? ნინოს თავისი ვიღაცა ყავს, რომ დაეხმარება გამო. იცით რამდენი ადამიანია საქართველოში შშმპ-ი, რომელიც საერთოდ სახლიდან ვერ გამოდის და ხმას ვერ აწვდის, ვერ ავის. ნაწოლების გამო ყებიან ადამიანები ცოცხლად და სერვისი არ აქვს იმ ადამიანებს. პროცესი, რომელიც შეჩერდა, ჩვენ ვითხოვთ, რომ დავუბრუნდეთ ევროატლანტიკურ სივრცეს. იმიტომ რომ ჩვენი ხსნა არის ეს, ხო? რას გვეუბნება ჩვენი მთავრობა დღეს, რომ თუ ვისი მთავრობა არ ვიცი, მთავრობასაც რო ვიძახი, შეცდომას უშვებ აშკარად, ხო? არაკონსტიტუციური მთავრობა, ასე ვთქვათ, გვეუბნება, რომ შევაჩერეთ ევროინტეგრაციის პროცესი რაღაც 2028 წლამდე თუ უხსოვარ დრომდე. როგორ, ანუ ყველანი მოტყუებულები ვარ. წინა საარჩევნო კამპანია რა ქონდათ, რომ ღირსებით ევროპისკენ და რაღაც, ხო, რომელი ევროპისკენ და უცებ გვეუბნება, რომ არა, დაგვიხურეს კარი, ელჩებს არ ეძახიან პარლამენტში, ევროპარლამენტარებს ვიღაც ვიგინდარებს ეძახიან და უსაქმურებს. ამერიკა გავიდა სტრატეგიული პარტნიორი, ხო, რომელი ევროკავშირი და ამერიკა, რომელიც გადაყვა ჩვენ ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, ესეთი მეგობრები უნდა დავკარგოთ, რომელმაც რამდენი მილიარდი დახარჯას ჩვენ ქვეყანაზე, რომ განვითარებულიყავით, რომ ჩვენი უფლებები გაგვეგო, ვის აინტერესებდა შშმპ-ი ამ ქვეყანაში, რომ არა ეს პარტნიორები საერთოდ ვინმე მიცოდა, ვინ იყვნენ შშმპ-ები, ინსტიტუციებში იყვნენ გამოკეტილები, ხო, საბჭოთა კავშირის დროს, ისევ იყვაბრუნებენ, სად, რუსეთში, სადაც შშმპ-ის უფლება დაცული არ არის და ისევ ინსტიტუციებში ცხოვრობენ, ჩვენთან დეინსტიტუციონალიზაცია მოხდა. ზუსტად ევროკავშირის და ამერიკის პარტნიორობით, რომ ინსტიტუციებიდან გამოვიყვანეთ ხალხი და ისევ უკან აბრუნებენ ჩვენ შვილებს. და ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით რა არის ეს იზოლაცია და იზოლაციისკენ მივყავართ ისევ, ხო?
და ჩვენ ანუ ყოველდღიური ჩვენი საფიქრალი რა არის, ხო, რატო ვაკეთებთ და რა ორგანიზაცია რო დავარეგისტრირეთ და რაღაცას ვაკეთებთ. ანუ გუშინ მეუბნება რომ შენი ორგანიზაცია უცხოური ძალის ინტერესების გამტარი, რომელი უცხოური ძალის ინტერესების გამტარი? ეროვნული ინტერესების გამტარია, ჩემი შვილის ინტერესების გამტარია. და მე ვარ აგენტი უცხო ქვეყნის? თვითონ არიან აგენტები, ვისი აგენტები არიან? რუსეთის აგენტები არიან და ოლიგარქის მონები, ყურმოჭრილი ყმები, რასაც ეთქვის message box იმეორებს ის. ხო, აი შენ სხვა 10 ჯერ გადავახვიე, რომ აი პრეზიდენტის კანდიდატი რომ დაასახელეს, 10 ჯერ გადავაყურებს არ უჯერებდი. ტემპი. ანუ ეს როგორ უნდა აკადრო საერთოდ შენს იმას თანამშრომელს, თანამებრძოლს, მეგობარს, რა ტემპი, ხალხო, ანუ შეურაცხყოფილები როგორ არა ხარ? და კიდე გამოდის და გვეუბნება ძალადობრივი დაჯგუფებაო. ჩვენ ვართ ძალადობრივი დაჯგუფება. რომლებიც შვილებს ვიცავთ და ქვეყნის მომავალს ვიცავთ. ისე გვამწარებენ რომ მართლა ძალადობრივ დაჯგუფებად გადაგვაქცევით და იტყვიან მე ხო ამბობდით. კი, ზუსტად. ანუ არ ვიცით რა იქნება ხვალ, ანუ ჩვენი მოძრაობა დაიწყო როგორ, რომ მშობლებმა როცა გამოვიხედეთ სტიგმებით სავსე ქვეყანაში, სირცხვილი რო იყო რომ მე თქვა რომ ჩემ შვილს დაუნის სინდრომი აქვს, მეზობელი და ნათესავი რომ მაჩვმებდა რომ არ გწხვენია ამაზე ხმამაღლა რო ლაპარაკობა, აი ესეთი ქვეყნიდან აქამდე რომ მოვედით ისე პარტნიორების დახმარებით, იმიტომ რომ თითითიძე არ დაუკარებია ამ სახელმწიფოს. არანაირი პროგრამა, პროექტი არ განხორციელებს. რა პროგრამა? ყველა პროგრამა. დონორების დახმარებით. ყველა სერვისი რა ჩვენ შვილებს. თუ რამე დაიწყო ყველაფერი. მშობლების ინიციატივით თავად შშმ პირების ვისაც შეეძლო მოთხოვნით ევროკავშირის და ამერიკის მხარდაჭერით. ყველაფერი აბსოლუტურად და ამერიკა ქმნიდა სერვისებს, რაღაც პერიოდი აფინანსებდა და მერე სახელმწიფოს ეუბნებოდა რომ ეხლა შენ გააგზავნე დაფინანსება, მაგრამ ეს დაფინანსება იცით როგორი ომით და ბრძოლით გვაქვს მოპოვებული? ჩვენი მე, ჩემი ლიას, ესმას, ნინოს და კიდე ძალიან ბევრი შიში ადამიანის და მშობლის ჯანმრთელობაა შეწირული ამ ბრძოლაში და აი ამ ყველაფერს მერე ყველაფერს მიუყვებენ და ბრძოლას ეკარგება. ანუ თბილისში მოდის ძირითადი სერვისები. რეგიონები გვაქვს საერთოდ დედამიწის ზურგზე არაფერი არ აქვს ხალხო. სერვისი კი არა, სკოლაში ვერ დადიან ბავშვები. შინსწავლებაზე არა, ვითომ შინსწავლებაზე. სკოლების ადაპტირება ვერ გააკეთეს ამდენი წელია, ინკლუზიური განათლება გვაქვს. ბავშვები პირველ სართულზე ძლივ შედიან, საპირფარეშოში ვერ შედიან და ითმენენ ჯანმრთელობის ფასად იღებენ განათლებას. ხარისხზე აღარ ვლაპარაკობთ, ხო? და ანუ რას გვეუბნება რომ მომავალს უკლავს ჩვენ შვილებს აწავიდეთ. ერთი სამშობლო გვაქვს, არსად არ წავალ, წავლეთ თვითონ რუსეთში, პირდაპირ რეისი. ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ და ნამდვილად. სხვათა შორის ძალიან ბევრი პროგრამა კიდევ რომელიც ესე უცხოური დაფინანსებით დაიწყო და როგორც კი უცხოური დაფინანსება შეჭდა, სახელმწიფომ ეს პროგრამები არ გადმოიბარა. აი რომელი პროგრამებია თითითიძე არ დააკრა არაფერს გაკეთებას. აი მაგალითად ქუთაისში იყო წლების წინ, როდესაც ერთ-ერთი საერთაშორისო დონორი ახორციელებდა დაფინანსებას აუტიზმის პროგრამის 50%-ს აფინანსებდა ეს დონორი. ერთი წლის შემდეგ დონორმა ამოწურა თავისი პროექტი და ნახეთ რა შეფოდა. ქუთაისის მერია მშობლებს ეუბნებოდა რომ ის 50% თქვენ გადაიხადეთო. მაშინ მშობლებმა ანუ არ ვიცი ძალიან ბევრი იბრძოლეს, მეც დავეხმარე მათ და იმდენი გავაკეთეთ რომ ეს 50% დავაკისრეთ ისევ ქუთაისის მერიას. ეს მაგალითი მე მგონი საკმარისია. ეს უნდა ვეხვეწოთ ამას გაკეთებას. ხო, დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მოზარდებს არც ერთი პროგრამა არ ერგება რაც არის. ისევ ჩვენი ორგანიზაცია მშობლები თვითონ ჩვენი ძალებით წინდების კამპანიას რო ვაკეთებთ, პირველად იქიდან მოვაგროვეთ, ისევ ხალხის დახმარებით თანხები. გავაკეთეთ პროგრამა, მე ევროპის ფონდმა დაუჭირა მხარი ამ ჩვენ პროგრამას. მერიიდან ჯანდაცვის სამინისტროში, სამინისტროდან იქ გამოვცადეთ, იმუშავა ბავშვზე მორგებული უნიკალური და უდევს ჩვენი სტანდარტი, ხო, ანუ მილიონგან იმის მაგივრად, რომ რა უწერიათ იმაში, კონვენციაში, გაეროს კონვენციაში, სახელმწიფო ალტერნატივია. ხელი შეუწყო სერვისების განვითარებას და ჩვენ თვითონ ვავითარებთ სერვისებს. ჩვენი ზარის მე გეტყვი ცოდე ადამიანი გავხდիր, სამართალმცოდნე, პროგრამების მცოდნე, რა ვიცი, ყველაფრის მცოდნე, ხო არ შეიძლება. ვაკეთებ და იმის მაგივრად დაგვეხმარონ, ხელს გვიშლ
აუტისტური სპექტრი ვახსენებ. შუშუმო პირებს თანა გადახდა, იცით საყოველთაო ჯანდაცვაში და ვერ იხდიან ინთანხებს, ანუ ჯანდაცვის მეთვალყურეობაც კი არა აქვს. რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ? აუტისტური სპექტრი და მიგვაქალებენ სად? ხო, აუტისტური სპექტრი ვახსენეთ და 2015 წლიდან ვიცით რომ მერიაში დაიწყო აუტისტური სპექტრის რეაბილიტაციის პროგრამები და თბილისის მერიაში და ახლა მაინც ბოლო მონაცემები გაიშალეს მშობლებმა და ისტერიკა დაიმართეს და ბოლო მონაცემებით ბიუჯეტი დღეს შეადგენს 5.400.000 ლარს. იცით ეს მშობლების ძალიან დიდი ბრძოლის დამსახურება, იმიტომ რომ ყოველწლიურად გვიწევდა ის 20 საათი შეგვენარჩუნებდნენ, რომელსაც მერია აფინანსებს და აი ეს რომ ამდენია გაზრდილი რაოდენობა, მხოლოდ და მხოლოდ მშობლების დამსახურება, იმიტომ რომ ჭერი დაადო მერია მაგ პროგრამას და ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ აქციებით გავმართეთ, რომ ეს ფინანსური ჭერი მოეხსნა პროგრამებზე. ეხლა ნახეთ, მეგობრებო, ყველა აღარაფერი არ გვექნება. 18 პლუსზე 2 წელია ხელმისაწვდომობა როგორია ქალბატონო, რადგან თქვენ ამ 2015 წელს დაიწყო ეს პროგრამა 20 ლარი ღირდა 1 საათი დღესაც იგივე ღირს მაშინ როდესაც აი არ ვიცი წარმოუდგენელი ინფლაცია ამ ქვეყანაში და თერაპევტებს არ აქვს შესაბამისი ხელფასი სარეაბილიტაციო 1 საათიან პროგრამას 1 საათი ღირს 20 ლარი და 20 ლარი ღირდა 2015 წელსაც 2015 წლის შემდეგ აბა როგორია ინფლაცია თქვენ ჩემზე კარგად მოდი მე გეტყვით ძალიან აი კონკრეტულ პროგრამებს 2 წელია სახელმწიფოს ერთი უწყები და მეორე უწყებაში აი ესე პამპულასავით გავგათამაშებენ მშობლებს ბეხვეწებით რომ 18 იმიტომ 18 წელი რომ შეუსვათ აუტიზმის მქონე ადამიანებს დარჩენ სკოლის გარეშე დარჩნენ თერაპიების გარეშე პენსია რომელიც 320 თუ რამდენია დღეს 170 ლარი გაუხდათ ერთი წუთია და ნახეთ 2 წელი ვეხვეწებით რომ ეს პროგრამა აი ლიამრას თქვა ჩვენ შევიმუშავეთ მაშინ როდესაც სახელმწიფოს უნდა შექმნა ჩვენ შევქმენით ისიც USAID-ის დაფინანსებით მზა პროგრამა მიუტანეთ ვეხვეწებით ახლა რომ დაამტკიცეთ ეს პროგრამა 2 კვირა რა თუნდა მინისტრის მოადგილეს რომ ხელი მოაწეროს პასუხს და მაცნობას პასუხი აი 2 კვირა რა თუნდა ხელის მოწერას კი მაგასაც აი ესე წელავენ დროს პასუხებს აღარ გაუთავებლად ანუ საერთოდ რომელიც არ დასრულდა არასდროს აი სხვათა როცა ვალდებულება აქვს რომ გიპასუხონ 10 დღის სამუშაო 10 დღის ვადაში და უნდა ეხვეწო 10 ჯერ უნდა მიწერო პასუხი მომწერე პასუხი ონლაინ პეტიციების პორტალი შეიქმნა უცხოური დაფინანსებით მთავრობის და როგორც კი დონორი გავიდა ეხლა ეს პორტალი აღარ მუშაობს აგერ მარიმ დღესაც ისაუბრა აქციაზე მაქვს ატვირთული პეტიცია ზუსტად აი ამ დაფინანსებასთან დაკავშირებით 10 დღის ვადაში ქონდათ მათ ვალდებულება კანონით რომ ეს პეტიცია აეტვირთათ არ ატვირთეს სამჯერ მივწერე რომ თუ რატო არ იტვირთება ანუ რატო არ ქვეყნება ჩვენი პეტიცია პასუხად მომწერეს რომ თურმე საიტი არის გაფუჭებული და ანუ რაღაცა ის კი მჭირდება რაღაცა რეაბილიტაცია თუ რაღაც აღდგენა ანუ რისთვის იღებს ეს ხალხი ამდენ ხელფას რომ თვენახევრის განმავლობაში ვერ გამართეს საიტი რომ ხელმოწერები მოვაგროვებენ ქუჩაში პატარა გოგოებს და ბიჭებს დაძდევენ რეაბილიტაციის პროგრამა დაჭირდება ხა სრულიად საქართველოს რაზე ვლაპარაკობთ შიშობ მდგომარეობებში დამტრეული ახალგაზრდები გვიწვანან. შვილები რომ გამოდიან ოჯახებიდან მშობლები ყველანი ჩვენი თაობა, ანუ ყველას შვილი გარეთ დგას ეხლა. ძალადობრივ დაჯგუფებას რო იძახის. ეს ძალით პრემიერი. ქათამაძეს შშმ აქტივის შშმ ქალთაქსელის წარმომადგენელს დაუთმობთ ახლა ეთერს. კონკრეტულად თქვენი სათქმელი რა არის მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე თუ შეგიძლიათ რომ უფრო ვიწრო ანუ იმ პრობლემებზეც გაამახვილოთ ყურადღება, რასაც კონკრეტულად თქვენ სფეროში აწყდებით. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თუმცა მე მინდა ვთქვა რომ დღეს არის 3 დეკემბერი შშმ-პირთა საერთაშორისო დაცვის დღე, მაგრამ 3 დეკემბერს არ უნდა ვიყოთ მარტო ტელევიზიებში მოწვეული. მე პირველად ვარ პირველ არხზე, საზოგადოებრივ არხზე და მე მინდა რომ ხშირად ვიყო ამ არხზე და საერთოდ ბევრი ток-შოუ გაკეთდეს, ბევრი გადაცემები გაკეთდეს, იმიტომ რომ ჩვენი პრობლემები არ გვაძლევს საშუალებას. არა, მოამბე საზოგადოებრივი არხი ნიშნავს საზოგადოების ხმის აუცილებლად შეძლებს დაგვარად რეპორტაჟების არის თქვენი პრობლემა.
ასევე თქვენი პრობლემები შუქდებოდა და გაშუქდება მარი მალაზონიას გადაცემაში, მაგრამ მარი მალაზონიას გადაცემაში ხდებოდა რაღაც პოზიტიური სახით წარმოშენა იმის, რომ თუ მშობლებმა რამდენი ვიშრობ, პრობლემების ხდება. ამიტომ პრობლემები არის ძალიან ბევრი. ძალიან ბევრია, რა თქმა უნდა, პრობლემები, რომელიც ბუნებრივი არ ჟღერდება და ამ თემატიკაზე საერთოდ გადაცემები არ კეთდება, ისე როგორც საჭიროა. ჩვენ ესე რომ ვთქვათ, მე მაგალითად, აი აქედან დავიწყებ ახლა იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც დღეს საქართველოში ხდება. საბჭოთა ეპოქაში მომიწია ცხოვრება. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი მე რა პრობლემებს აწყდებოდნენ იმ პერიოდში შეხო პირები. მე პირადად ეთლით არ გადავადგილდებოდი, მაგრამ ფიზიკურად ძალიან და სიარული და იმ პერიოდში არ ვიცი ტანჯვით, წამებით, წვალებით დავამთავრე სკოლა, მივიღე უმაღლესი განათლება და დღეს მე ესე რომ ვთქვათ ეტლზე რო ყოფილიყავი, მე ვერც მაშინ დავამთავრებდი და ვერც დღეს ვერ დავამთავრებდი უმაღლეს სასწავლებლებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა განათლება ამბობენ და განათლების პრობლემა, იმიტომ რომ არ ადაპტირებულია სკოლები, უნივერსიტეტები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ და ამიტომ რატომ ამბობ ახლა ამ ყველაფერს? ჩვენ საერთოდ შიშოუმ პირებს ყოველთვის გვეუბნებიან, რომ დაგველოდეთ. რამდენ ხანს ვიცადოთ, ანუ მთელი ცხოვრება და იმედი მომეცა იმის მე პირადად, რომ რომ აი ესე რომ ვთქვათ, მივდიოდით ამ ევროინტეგრაციის გზაზე, სადაც ესე რომ ვთქვათ, შიშოუმ პირთა უფლებები დაცულია, სადაც არის თანასწორობა. მე პედაგოგი გახლავარ და არც ერთი ადგილი სკოლაში არ მოიძებდა ჩემთვის, რომ სერტიფიცირებული პედაგოგი ვარ, რომ მე ვიმუშაო დავუშვათ ამ სკოლაში, იმიტომ რომ არ ადაპტირებულია სკოლები და ამიტომ ჩვენ ყოველთვის იმედით შევყურებთ მომავალს, რომ ესე რომ ვთქვათ, აი ამ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო გავხდებით და ის თანასწორი უფლებები გვექნებოდა ჩვენ. და დღეს რას ხედავთ? საერთოდ კურსი შეცვლილი აქვს სახელმწიფოს და ჩვენ ვჩებით რა? ანუ ესე იგი ბედის ანაბარა. მე პირადად უნდა ვთქვა ეს, რომ 72 წლის დედა მყავს და დღეს მე 72 წლის დედა მივლის და აი მშობლები მყავს, აგერ შიშოუმ პირთა მშობლები და მე ქეთს ვიხრი ამ მშობლების წინაშე. დედა, მადლობა, გმირი ხარ შენ. იმიტომ რომ ვიცი რომ იყურებს დღეს, რადგანაც რომ არა ჩვენი მშობლები, ასე რომ ვთქვათ, რომ არა ოჯახები, ჩვენ ვართ სახელმწიფოსგან განცირული. სრული ამ სტატისტიკას ადაპტირებული არის უკვე საჯარო სკოლებს, რაც ეხება 400 არასწორი ერთი ადაპტირება. არა, მაგი ერთი წუთი არა. აკროპანდუსია იმაზე ფეხით რო ვერ ახვალ და ვერ ჩამოყალ ეს თუ არის ადაპტირება. მაგის პასუხად თუნდაც. აი მე მაგალითად იყო ასეთი შემოთავაზება ერთ-ერთი სკოლიდან, რომ სადღაც გამოყოფილი იქნებოდა ოთახი, პატარა ოთახი, ну სადაც იქნებოდა იზოლირებული, ანუ ეგ არ არის თანასწორი. მე რა თქმა უნდა ეგ არა ინკლუზია. მე როგორც ტიპიური განვითარების მქონე ადამიანებს, მე როგორც პედაგოგს ყველა ოთახში უნდა შევიდე. ხო, ადაპტირება უნდა იყოს. თუნდაც ახლა აი ბარემ რადგან ადაპტირებაზე ვსაუბრობ, მე მაგალითად მივიღე არაადაპტირებულ საარჩევნო უბალზე, ესე რომ ვთქვათ, მივეცი ხმა. ეს ჩემი პრინციპი იყო, არ გავაცხადე. ასე რომ ვთქვათ, რომ მომეთხოვა ადაპტირებული საარჩევნო უბანი. იმიტომ რომ ეს დიფერენცირება რა არის? ყველა უბანი ადაპტირებული უნდა იყოს. ჩვენ ხო ამ საზოგადოების სრულფასოვანი ადამიანები ვართ, არა? ამიტომ სხვათაშორის 2012 წელი, როდესაც მოვიდა ეს ქართული ოცნება, გამოცხადდა შიშოუმ პირთა წლად. და მე მაგალითად პირადად ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ რაღაცა გაკეთდებოდა, რაღაცა ძროები იქნებოდა. კი ბატონო, გადაიდგა რაღაც ნაბიჯები, მაგრამ ეს არის ძალიან მცირე. ძალიან მცირე, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენ იზოლირებული და ჩვენ ახლა უამრავი ადამიანი გვისმენს და ძალიან ბევრი ადამიანი არის, რომელიც ქუჩაში არ გამოდის და კიდე უნდა ვთქვა, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მხოლოდ ნაწილია ადაპტირებული. ნუ ეგრეთ წოდებული ავტობუსები, მიკროავტობუსები არ არის ადაპტირებული ტაქსი არ აყვავს და ახლა ხანს მქონდა ორი დღის ის შემთხვევა, ნუ ძღოლებს რომ ვატრენინგებ, ნუ ამაზე აღარაა საუბარი, იმიტომ რომ მათ არ იციან რომ ბარდიულთან უნდა მოაყენონ, ხშირ შემთხვევაში ბარდიულებიც არ არის ადაპტირებული, რა თქმა უნდა და მქონდა ასეთი შემთხვევა, რომ როდესაც ავედი უბნის ავტობუსში, ასე რომ ვთქვათ, პანტუსი ვერ გადმომიწია, იმიტომ რომ ჩაჟანგებული იყო იქის პანტუსი. რატომ? იმიტომ რომ მეუბნება რომ თქვენ ამოდით, ახლა თორე არავინ არ ამოსულავ, რატომ არ ამოდიან შეშემოპირები? იმიტომ რომ ისინი კარჩაკეტილები არიან, არ გამოდიან, ეშინიათ საზოგადოების, რადგანაც ვერ მაგას მიმღებლობა
აქცია ჯერ ქონდა. საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზეც უნდა იყოს საუბარი ყველგან, იმიტომ რომ საზოგადოებამ და კიდე რისი თქმა მინდა, საერთოდ ორი ფრთიანი ფრაზა არსებობს ჩვენთან დაკავშირებით. ან შესაძლებლობები შეუზღუდავია, ან კიდე ჩვენ საბრალონი ვართ, არაფერი არ შეგვიძლია, ინტელექტი არ გვაქვს, არც ერთია და არც მეორე. რა თქმა უნდა, შესაძლებლობები შეზღუდულია, თუ კი არ არის ადაპტირება, ბუნებრივია და თუ ადაპტირება იქნება, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და არც საბრალონი ვართ, არც საწოდავები ვართ. არამედ პირიქით ჩვენ უდიდესი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ ქვეყნის აღშენებლობაში. თუ ჩვენ მოგცემენ, რა თქმა უნდა, ამის შესაძლებლობას, ჯერჯერობით ჩვენ არ აგვაქვს. და მით უმეტეს, თუ ჩვენ დავშორდით ამ გზას, მე რუსეთში ნამდვილად არ წავალ, იმიტომ რომ ინვალიდი აღარ მინდა რომ ვიყო. შეშმო პირი და ესეც ფასადურია ჯერ და კიდე რომ უკან დავბრუნდეთ, საერთოდ აღუპულები ვარ. ჩვენ ყველა უიმედოა ჩვენ თემში ინვალიდებს გვეჯდა არ არსებობს რუსეთში. და 18 პლუს კიდე იმის მინდა რეაბილიტაცია საერთოდ 18 პლუს არ არსებობს. ანუ ჩვენ მე მაგალითად 15,000 ლარიანი სადაზღვევო პოლიცია პირობითად ხო? არც თეთრ არ ვსარგებლობ, იმიტომ რომ ის ინდივიდუალურად არ უდგება, ხო დაუშვათ. ჩვენ უნდა გადავსულიყავით 2012 წლიდან თუ არა, მე მაინც 12 წელი ხო გავიდა, ეს სიმბოლურია. 12 წელს მოვიდეთ და 12 წელი გავიდა და ბიოფსიქოსოციალურ მოდელზე ჯერ კიდე არ გადავსულვარ და ისევ სამედიცინო მოდელი ვხებს ვანელობ. 2015 წლიდან გადავდივართ ყოველწლიურად, მაგრამ ეგ არ დადგა. ყველანი აქ რომელ საბჭოში აღარა ვართ, ყველგან ვართ, სადაც კი თანამშრომლობის რამე სივრცე იყო შექმნილი. ყველგან შევიტანეთ ჩვენი კონტრიბუცია. უამრავ სტრატეგიულ გეგმებზე ვიმუშავეთ და სახელმწიფო გეგმებზე და სულთქონთ ნახეთ კიდევ ერთ მონაცემს წავიკითხავ, რა თქმა უნდა, ბუნებრივია იმ პრობლემებს. როგორ შეასრულებენ პარტნიორების გარეშე? როგორ ჩვენი ღარიბი ბიუჯეტით? როდესაც საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან გაშუქების საკითხზე ვსაუბრობთ, აი ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ზუსტად იკვია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხების გაშუქება სამაუწყებლო კომპანიებში და მეორე ადგილზე იყო ზუსტად 50 ამბით. ეს არის ბოლოს ჩატარებული კვლევა, ესე იგი მეორე ადგილზე არის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, ანუ ორგანიზაცია იყო ჩართული მაგ. ეს არის მედიახმა არასამთავრობო ორგანიზაცია. და მეორე ადგილზე არის დიახ, ანუ ამას როდესაც ვამბობთ ჩვენ რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი. კარგია კვლევა რომ მოიტანეთ. ვინ დააფინანსა ეკვლევა? ძალიან კარგია, მაგრამ არა, უბრალოდ კარგია ხო რომ ჩაიხედეთ კვლევაში. ქალბატონია, არა, ისიც ნახეთ როგორ უნდა გაშუქდეს შშმ პირთა საკითხები უბრალოდ ეს კვლევა ეგ ვინ გააკეთა სახელმწიფო დონორების დახმარებით საუბრობთ პირველ არხზე, ანუ გაშუქების მაგასაც ვიყარ ჩვენ მაგაზეც საუბრობთ ძირითადად. ანუ მე ვსლაპარაკობ პირველ არხზე უბრალოდ პირველი არხი მეორე ადგილზე რასთან შედარებით მეორე ადგილზე ამ საკითხი რატო ეგ ნახეთ ამ ბოლო წლებში იმდენად აი სულ რაღაცა ქვეყნის გადარჩენაზეა ორიენტირებული ხალხი, რომ შშმ პირთა საკითხები და ესეთი მოწყობილ პირები, ანუ თემების საკითხები აღარ შუქდება არც ერთ ტელევიზიაში. და სხვათა შორის ეგ თავისთავად კიდე უკან ხევს კიდევ. სხვა ტელევიზიების არ შუქებენ, იმიტომ რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი თემა. მე მას სხვა იმას ტელევიზიებს ვერ მოვთხოვ პასუხს, იმიტომ რომ კი აუცილებლად, იმიტომ რომ თქვენ ნახეთ 50 ამბავი რამდენიმე თვის განმავლობაში იყო, ანუ საკვლევი პერიოდი იყო რამდენიმე თვე და 50 ამბავი მეორე ადგილზე არის საქართველოს საზოგადოებრივი და ვიცი რამდენი თვე ვიკვლიეთ. ამიტომ გასაგებია, განმავლობაში 50 გაშუქება 1 წლის ამ. 1 წელი არა, რამდენიმე თვეს მოიცავს. აი, რამდენიმე თვეში. ეხლა მოდი ვნახოთ რამდენი შშმ პირია და ყველას რა პრობლემა აქვს. ანუ ეს 50 кейსი იქნება, ეს ისტორია იქნება. რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენ როდესაც ამბობთ რომ არ უთმობს საზოგადოებრივი ჩვენ ძალიან კონკრეტული საკითხები მოვიყვანეთ, მე მგონი. იყო რომ შუქდებოდა ყოველდღიურად, იმიტომ რომ ეს პრობლემები ამ ადამიანს ყოველდღიურად აქვს და ახლა რაღაც სამთვეში მოდით ესე ვთქვათ, როგორც ისტორია ეს არ არის ხალბატონო, ნახეთ თქვენ 2014 როგორც დღეს თქვენ ეთერში გაჟღერდა, რომ დაეთმობა ეთერი შშმ პირებს. სამი შშმ პირი თვითდინებით მოვიდა თქვენ ეზოში, არ ვიცი შენიშნეთ თუ არა, მოქალაქე, რომელმაც გაიგო და მოვიდა, რომ იქნებ მე შემიშვან და მათ ქმევინებო. ანუ როგორც კი გაჩნდა სივრცე,
რომ საზოგადოება მოდით და თქვენი ხმა გააგონეთ სხვას თავისით მოვიდნენ ადამიანები. ჭირდება დაგეგმა. ეს ხო და დაგეგმეთ საზოგადოებრივი თქვენ ხელმძღვანელს თაკო ბერძენიშვილს თინა ბოდიში სახელი შემეჩა ბოდიში ანუ საჯარო ეს ინფორმაცია ხო მას აქვს ხელბასი 17000 ლარი იმისთვის რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები ამ ტელევიზიიდან ჟღერდება ჩვენი ჯიბიდან გადახდილი 17000 ლარი არის ჩვენი გადახდილი აქედან გამომდინარე მე დავეთანხმები წინა დღეს გამოსულ რესპონდენტებს და ჩემი მოგიყვანებთ კონკრეტულად თქვენს დამეთანხმებით არსებობს ასეთი კვლევა მეორე ადგილზე არის საზოგადოებრივი მაუწყებელი უცხო აგენტის დაფინანსებული კვლევა სხვათა შორის ეს სხვა საკითხი არის მაგრამ ხომ ვაშუქებთ პირველი ერთი წუთი არა არა ნახეთ ტელევიზიაში ბოლო უკაცრავად მაგრამ მე მგონი ეხლა ჩვენ დროს ტყუილავ კარგავთ გაგვიკეთა გადაცემა ეხლა ძალიან ტყუილად დროს კარგავთ მე ძალიან მინდა ვილაპარაკო იმიტომ რომ სერიოზული კითხვა დაისვა რა პროგრამები არის რომელიც უცხოელმა აგენტებმა ანუ უცხოელმა დონორმა დააფინანსა და სახელმწიფომ არ გააგრძელა ძალიან მინდა რომ ამაზე ვთქვა იმიტომ რომ ეხლა ეს არის უკვე ძალიან უსაგნო დისკუსია და ტყუილავ კარგავთ ამაში დროს პირველი პროგრამა პირველი თემა თუ შეიძლება პირველი თემა ეს არის უსინათლოებისთვის ხელჯოხის სწავლება პოლონელებმა ამაში ჩადეს უამრავი ფული ათასობით მილიონობით თანხები ძალიან სერიოზული თანხები ჩადეს ამაში და სახელმწიფომ ეს სერვისი არ გადმოიბარა დღეს მაგალითად უსინათლო